რთულია ამ შემთხვევაში რაღაც გამარჯვებაზე ილაპარაკო, როდესაც ადამიანები ციხეში ისხედან უდანაშაულოდ. თუ ვინმე სამ ყველაფერში ეჭვეპარება, ძალიან მარტივად შეუძლია სასამართლო პროცესებს დაესწროს და თავის თვალით ნახავს, თუ რამდენად უსამართლოა სასამართლო, თუ რამდენად აქვთ გადანაწილებული დანაშაული რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლებს, ეს იქნებიან პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები თუ ასე შემდეგ. ამის ნათელი მაგალითი ჩვენ გუშინ წინ და გუშინაც ვნახეთ და არაერთ გზის. რაც შეეხება უწყვეტ პროტესტს, გასაგებია რომ დღეს ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება აღნიშნავს 100 დღიან უწყვეტ პროტესტს, მაგრამ ეს არ დაწყებულა 100 დღის წინ. პროტესტი შეიძლება ფრაგმენტული იყო წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც ეს პროტესტი დაიწყო, ეს იყო 2 წლის წინ რუსულ კანონთან მიმართებაში, კანონთან, რომელიც ყოფდა ადამიანებს და აიძულებდა, რომ ისინი დარეგისტრირებული იყვნენ ფაქტიურად ქვეყნის ღალატის რაღაცა აი ამ სიგიჟისთვის მოეწერათ ხელი და რეაქცია საზოგადოებას ჰქონდა არა რაღაც კონკრეტულ მოვლენაზე, რომელიც მოხდა და ამაზე გამოვიდა. საზოგადოებას რეაქცია ჰქონდა იმაზე, თუ რა სისასტიკე შეიძლება დაშვებულიყო მომავალში. რა ჩვენ სამწუხაროდ 2 წლის თავზე, აგერ უკვე 28 ნოემბრიდან მოყოლებული, ვიხილეთ თუ როგორ გაბოროტდა რეჟიმი. რამდენად ადეკვატურად შეაფასა ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აი სისასტიკე, ის დაუნდობლობა, რომელიც აი ზუსტად ამ არეალში ტრიალებდა, სადაც ახლა თქვენ გახართ და არა მარტო მათ. მანამდე იყო ეზოებში მივარდნით ცემები და ასე შემდეგ, მაგრამ ის ყველაფერი დამიზნებით პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს გვეხებოდა უფრო. მაგრამ მაგ იყო აი უბრალო ადამიანებზე განურჩევლად ბრუტალური ანგარიშ სწორება. ამისთვის დაჟილი არავინა. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს საზოგადოების დიდი ნაწილი ამას? იცით რა, მე ვერ ვიქნები მიმომხილველი როგორც პოლიტიკოსი. ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ მე შემიძლია ჩემი განწყობები გაგიზიაროთ როგორც ერთი ადამიანის. რაც შეეხება აი ამ ბოროტებას, რაც დაუშვა ქართულმა ოცნებამ მისი საზოგადოების მიმართ, ამ ყველაფერს ადამიანები დაუპირისპირდნენ ღირსებით და ჩვენ ვხედავთ არა რაღაცა კოლექტიურ მოძრაობას, არამედ ვხედავთ ინდივიდების არშეგუებას იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მოუწყო საზოგადოებას. აი მეც ამ ბოლო დროს სულ მაგას ვამბობ, რომ მე არ დავსხმევარ თავს, ასე ვთქვათ, კონკრეტულ პარტიას ან სახელმწიფოს, ხო? პირიქით, ისინი უფრო და უფრო ყოველდღიურად თავს ესხმიან მოქალაქეებს და ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ბოლო 2 თვეში რა კანონებიც იქნა მიღებული, ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიღებული კანონები, ეს არის ადამიანის ღირსების შემლახავი კანონები და არ ვიცი, უამრავი უბედურება ვიხილეთ, ხო? ჩვენ ვიხილეთ ნაცემი ადამიანები ქუჩებში, ნაწამები ადამიანები, ჩვენ ვიხილეთ უსამართლოდ გამოკეტილი ადამიანები ციხეში, ვიხილეთ ძალადობა ქუჩაში, რომელიც იქნა დაშვებული და რომლის გამოც პასუხი არ მოეთხოვა არავის. ჩვენ ვხედავთ, რომ აგერ 5000 ლარით აჯარიმებენ ადამიანებს უბრალოდ დგომისთვის, ღირსებისთვის და ვიღაცებს 3000 ლარის გირაოთი უშვებენ, ოდესაც მათ, არ ვიცი, ან გახსნეს მაჩეტე, ან რაღაცა გოგოებს ცხვირი გაუტეხეს. აი ამ ტიპის უსამართლობასთან გვაქვს შეხება და როდესაც საპირწონეთ მე პირადად ზოგიერთი ადამიანი რაღაცა გეოპოლიტიკურ მოვლენებს მისახელებს, ეს ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკა ძალიან ცივი საქმეა და განსაკუთრებით გეოპოლიტიკაში გარკვევა ალბათ შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კია და მით უმეტეს, როდესაც შენს ქვეყანაში ცხვირწინ ხდება უსამართლობა და შენ ამაზე არ რეაგირებ, მაგრამ რაღაცა აბსურდული მაგალითები მოყავს, ჩემთვის ეს ყველაფერი შეუსაბამოა. ასე რომ ეს 100 დღე ჩემთვის პირადად მე ყოველდღე აქ ვიყავი, არ ვიცი, მე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დავკარგე პროფესია, იქიდან გამომდინარე, რომ აი 100 დღის განმავლობაში მე გამოვედი, ესე ვთქვათ, პროფესიიდან, იმიტომ რომ
მაყურებელი საზოგადოება დგას ქუჩაში და მე არ მაქვს უფლება რომ მათთან ერთად არ ვიდგე. ახლა ეხლა თქვენ ახსენეთ რომ თითქოს თქვენ დაკარგეთ პროფესია, იგულისხმება ის რომ თქვენ უფრო მნიშვნელოვანი იდეისთვის იბრძვით, მათ შორის იბრძვით თქვენი მეგობრების, მათ შორის პირდაპირ გაგების დასახსნელად საპყრობილიდან. და დღეს მოვისმინე რამდენიმე ქართული ოცნების მხარდამჭერისგან, ესეთი დამცინავი ცინიკური განცხადებები, რომ სად დაიკარგა დოიაშვილი, სად დაიკარგნენ ეს მსახიობები, ვიცი რომ არსად დაიკარგეთ, მაგ ხარ დღე და ღამე, ვიცი რომ კვირას გორში იქნებით, მაგრამ ამ ცინიზმს როგორ ხვდებით? აი ამ ცინიზმისადმი დამოკიდებულება როგორი გაქვთ და ეხა ჩვენ გასულ 100 დღეზე ვისაუბრეთ და გითხარით როგორია თქვენი ენთუზიაზმი მაგ ხალხთან ერთად სანამდე ხართ მზად იმისთვის რომ იბრძოლოთ? ძალიან მარტივად გეტყვით, გიპასუხებთ თქვენს კითხვაზე და იმ ცინიზმზე, რასაც ამჟღავნებენ კონკრეტული ადამიანები. მე არ ვიცი თქვენთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ მე პიროვნულად არავის არ ვეხები ხოლმე. განსაკუთრებით საჯაროდ. იმიტომ რომ აი ამ ასე მიმაჩნია სწორად. ერთადერთი რაც შემიძლია გიპასუხოთ არის ის, რომ ეს ადამიანები თავიანთ ღირსებას აფასებენ 4000 ლარით. ხო, იმიტომ რომ მათ შექმნეს კანონი, თუ მათ შეურაცხყოფ, უნდა გადაიხადო 4000 ლარი. ეს ფასია ეთყობა მათი ღირსების. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვით მათ ღირსებაზე და მათ ცინიზმზე, რაც აქვთ ქართული საზოგადოების მიმართ. და კახა მაშინ ბოლო შეკითხვას დაგისვავთ. და ეს შეკითხვა უკავშირდება ნაწილობრივ მათ შორის თქვენი მაგდგომის მიზანს. დღეს არის ერთი მნიშვნელოვანი დღე, ჟიული შარტავას დაბადების დღე არის. ჩვენ გუშინ წინ ვნახეთ ეგრეთ წოდებული არჩევნების ლამის მეორე დღესვე პუტინი როგორი ენთუზიაზმით მასპინძლობდა ეგრეთ წოდებულ ახალარჩეულ პრეზიდენტს აფხაზეთის. აი ის რა პროცესიც ახლა მიდის, არა მარტო რუსთაველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ის რისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ როგორც აფხაზეთიდან დევნილს ამავე დროს, რა განცდებს გიღვიძებთ და რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ჟიული შარტავასთან ერთად იბრძოდნენ, რომლებმაც უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს, რომლებიც დევნილებად იქცნენ თავიანთ ქვეყანაშივე, ეს ამ ბრძოლის გაგრძელება არის თუ არა? ერთადერთი რაც საზოგადოებას შემიძლია უთხრა და უпростоრად ვუჩვენო არის სოლიდარობა. როგორც მაგალითი, რაც შეეხება დევნილებს და მათ ყოფას ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ხნის წინ ერთმა ადამიანმა იკითხა, რომ აი ამ ყველაფერზე რატომ არ აქვთ დევნილებს რეაქციაო, მათ ხომ ყველაზე კარგად იციან რა არის რუსული ოკუპაცია და რა შეიძლება რუსულმა რეჟიმმა და დამოკიდებულებამ მოუტანოს საზოგადოებასო. ამ შეკითხვაზე პასუხი არის ესეთი, რომ დევნილებს წლების წინ, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილებზე მაქვს საუბარი, წლების წინ ჰქონდათ ესეთი არჩევანი, რომ თავიანთი შვილები ან შეეყვანათ სკოლაში, ან ამ სკოლის შენობა დაეკავებინათ როგორც საცხოვრებელი ფართი. აი ამ ტკივილიდან და აი ამ ესე ვთქვათ სისასტიკიდან მოდიან დევნილები. და თუ დღეს კითხვა ისმის, სად არიან დევნილები, ვინც აი ამ სიღარიბეს, უგულებელყოფას, საყრუებას გადაურჩა ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ისინი დღეს აქ დგანან რუსთაველზე. და ვინც აქ ვერ დგას, ისინი ალბათ ისევ იმ გაულესავი სახლის კედლებს ლესავენ, რომ შვილები ყავდეთ თბილად. ეს არის პასუხი ჩვენ საზოგადოებას, რაც შეეხება დევნილების პრობლემას და ჩვენ თუ არ ვიქნებით თანამგზნობები ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ვერ გადავალთ სხვა ეტაპზე. ვერ განვიხილავთ და ვერ გავკიცხავთ სხვებს. ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მტერი ქვეყანა, სახელმწიფო
რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომელიც ცდილობს, რომ ოკუპაცია მოახდინოს ჩვენი საზოგადოების მომავლის და მას ხელს უწყობს დღევანდელ დღეს ქართული ოცნება, იმიტომ რომ მათ მიმართ ერთი კრიტიკული შენიშვნაც არ გამოუთქვამთ, თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმ მეგობარი ქვეყნების და ერების მიმართ, რომლებიც მხარში გვიდგანან და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. კახა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა არა მარტო ჩართვისთვის, არამედ იმისთვის, რასაც თქვენი მეგობრები, თქვენი კოლეგები მთელი ამ დღეების განმავლობაში და არა მარტო აკეთებთ. მადლობა, კახა კინწურაშვილი, მსახიობი გვერდებოდა. კი ბატონო, მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვამბობდა კახა, უბრალოდ კავშირი გაწყდა მაგ მომენტისთვის.